მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, არხის გამომწერებო და უბრალოდ სტუმრებო და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, ვისაც ეს ვიდეო ჩავარდა. აი ამ დიდებულ დღეს, ახალი წლის შემობრძანებას. ახალი წელი, ახალი გამოწვევებით და ახალი კონტაქტებით და ახალი კონტრაქტებითაც არის გამორჩეული, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი გვაქვს. მაგრამ შეიძლება ახალ წელსაც მოხდეს და უბრალოდ დაემთხეს ისე ცხოვრებაში, ნებისმიერ დროს უნდა ზაფხულში. ნიშნები უნდა მოგეცეთ იმასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა სამყაროს, არა მარტო ახალ წელს. ნებისმიერ დროს, როცა ვიდეოს მოისმენთ, ჩათვალეთ, რომ აქტუალური იქნება ახალ ეტაპზე გადაგიყვანოთ. ცხოვრებისეული ახალი ეტაპების ნიშნების შესახებ მინდა. აი მაშინ გაყავხარ უკვე დიდებულ სამყაროს იმ ახალ საფეხურზე, რომელიც გაგიკვირდებათ, გაგიოცდებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიხვდებით, რომ აუცილებლად რაღაც იყო შესაძლებელი დავიწყოთ ყურადღებით იყავით და პირველი. ეს არის ჩემო კარგო ადამიანებო, უცაბედად ჩამოშორება ადამიანების. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ თქვენი ძალიან ძველი მეგობრები, რომლებიც ერთ დროს ვფიქრობდით, რომ რა ვიცი თქვენს გამო სასწაულებს ჩაიდენ და შეიძლება იყოს ქმარი, შეიძლება იყოს ცოლი, შეყვარებული ადამიანები, რომლებთანაც ძალიან კარგი კონტაქტები გქონდათ და აღმოჩნდება, რომ ხართ სიცარიელეში, ხართ სიჩუმეში, ხართ მარტოობაში და ფიქრობთ ნეტა რას მოასწავებს ეს ყველაფერი, ეს არ შეეხება მარტო ერთ ადამიანს, ადამიანები მასიურად შეიძლება წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან. შეიძლება უცებ ყისიერად ან დაგეგმილად შეიცვალოთ თქვენი საცხოვრებელი სახლი. ან მოხდეს ისე, რომ უბრალოდ ქალაქიც საცხოვრებელი. უბრალოდ შეიძლება ქალაქიდანაც გახვიდეთ და ქვეყნიდანაც გახვიდეთ. ესენი ყველაფერი ერთად აჟურში, სამსახურთან ერთად, რა ვიცი, რაღაც სხვა საქმიანობას მიყოთ ხელი და რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სტიქია. რაღაცა მოგიყვანთ ცოტა გაოცებაში. თავს რაღაცა უცნაურად იგრძნობთ, მაგრამ ისე მოგეწონებათ ეს სიმშვიდე, რომელიც ცოტა ხნით შეგაშინებს, მერე და მერე, როგორც თქვენ ხოლმე, ძალიან ისე საყვარელ დამუღამებაში გადადის ხოლმე. ამუღამებთ, რომ ხართ მარტო, აი ამ შინაგანი შუქით თბებით, ტკბებით და აი გარეთ გასვლაც არ გინდათ, თუ აუცილებლად არ მოითხოვს ამას, სამსახურში წასვლა, ან აგვის გადაყრა, ან რაღაც მეგობრები შემოგიჩნდებიან. სხვათა შორის მეგობრებზე გამახსენდა და ძალიან ცოტანი დარჩებიან ისინი. ორი კინკილა ადამიანი შეიძლება ასე ვთქვათ, რომლებთანაც მხოლოდ გინდათ ისაუბროთ რაზე, სულიერებაზე. აი რაღაც ისეთზე, ვისთანაც ვერ ლაპარაკობთ, აი მაგალითად ტანსაცმელზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, ასე რაღაცებთან მიმართებაში არა გაქვთ სურვილი ლაპარაკოთ, ილაპარაკებთ მხოლოდ სიღრმეებზე. და ეხლა იმ გამოღვიძებებზე, რომელიც წინ გველოდება ზოგადად. გარდა ამისა, რა შეიძლება მოხდეს კიდევ ნიშანი, რა შეიძლება მოგეცეთ, ეს არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო, საათის ციფრების ძალიან ხშირად დახვედრა. ეს შეიძლება იყოს რაღაც დეჟაუები, შეიძლება იყოს რაღაც მინიშნებობის სიმბოლიკები. მე მინდა გითხრათ იმის შესახებაც, რომ თუ დაინტერესებაში მოხვდებით ისეთ თემაში, როგორიც ბრძანდება ეზოთერიკა, მისი განშტოებებით, ეს არის ტაროთი დაინტერესდებით, აფირმაციებით, მანტრებით, შეიძლება დაინტერესდეთ ხო, მანტრების მოსმენა ვთქვი, დაინტერესდეთ მანიფესტაციებით, ასევე დაინტერესდეთ ისეთი რაღაცით, როგორიც არის აი შინაგანი მედიტაციის რაღაც ერთგვარი გამოვლინებები, ეს დიდებული სურვილები და რაღაც ეს საყოფე ცხოვრებო, ეს მიწიერი პრობლემები უცებ სიტყვით აღარ შეწყვეტ ახლა უხეშად, აი ფეხებზე დაიგიდოთ და მოგინდეთ აი თუნდაც შინაურ ცხოვრებთან ახლო კონტაქტის დამყარება ვიდრე ადამიანებთან, იმიტომ რომ იმათ სხვა ენერგეტიკა აქვს. ანუ ესეთი უცნაური რაღაცები შეიძლება მოხდეთ, აი ერთ დროს ჟრია მოლა და ერთ დროს ეს არ არის დამოკიდებული სულ ასაკთან. ასაკთან ერთად იცვლება ღირებულებები, ეს ჩვენ გადასარევად ვიცით, მაგრამ არსებობს ეტაპების ცვლილებადობის, აი ეს ერთგვარი ნიშანი, სიგნიფიკაცია, რომელიც მოდის და ამასთან მიმართებაში ყურადღებით უნდა ვიყოთ. არ შეგეშინდეთ ჩემო ძვირფასებო. თუ ესე ყველაფერი უცებედად გამოგეცლებათ, ანუ ის ცხოვრების წესი, ის ადამიანები, აი ის
რაღაც ექშენი, რომელიც გახასიათებდათ და უცებ შეიცვალა სიწყნარში, სიმშვიდეში, სიმყუდროვეში, მარტაყოფნის კაიფში, აი საკუთარ თავის სიღრმეებისში, ბოდიალში, რაღაც მეტი დაფიქრება სულიერებასთან, რატომ გავჩთით ამ ქვეყნად ჩვენ, რატომ მოვედით, თუ უცნაურად გეჩვენათ ადამიანების ქცევები, რომ მთელი ცხოვრება მაგად დიდებულ სიამოვნებაზე იყავთ გადასულები და ახლა აღმოჩნდება, რომ არც კი მოგიკითხეთ სახალხოდ, საჩუქრებზე ხო ზედმეტი ალაპარაკი ეს უნდა გესიამოვნოთ, იმიტომ რომ ეს არასწორი ადამიანები მიდიან ჰალეი ჰოპ თქვენი ცხოვრებიდან და ეგ აიწმინდოს ის ყოველგვარი ძველისგან გძველისა და უსარგებლოსაგან, ხარახურასგან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ ძველი შეიძლება იყოს ძალიან ისეთი სასარგებლო და ბოლომდე ჩვენი ერთგული, მაგრამ არსებობენ ყალბი ფარსი, რაღაცა სიძველეები, რომლებსაც უკვე სუნიუდით და ძალიან დიდი სიამოვნებით გამიხარდება. თუ ამ ყველაფერს ჩვენი ერთ დღეს გაახვევთ და გადააგდებთ სად ისტორიის სანაგვეზე. აი, ბევრმა თქვენთაგანმა თუ ეს ყველაფერი საკუთრივ იგძენით, უკვე დაიწყო ესეთი გრძნობის მომენტები, თუ თქვით, რომ თეა, ეხლა შენ ჩემს გულში ზიხარ, აუცილებლად დამილაიქეთ, აუცილებლად მომწერეთ, აუცილებლად მითხარით, მე დამშვიდობებს და ინსტრუქციებს ჩაგეტარებთ, მოგაშველებთ ტარო კონსულტაციებსაც, რატომაც არა. და კიდევ ერთხელ ხაზგასით ვამბობ, რომ ახალი წელი ახალ კონტაქტებთან არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ახალ გამოწვევებთან არის მიბმული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება შემოდგომას დაგეტყოთ, შეიძლება გაზაფხულზე, შეიძლება ზაფხულზე, ანუ როცა არ უნდა ნახოთ ეს ვიდეო, ჩათვალეთ, რომ სამყაროს ზადა ახალ ეტაპზე გადაგიყვანოთ. ესე პამტაპუნტით არ ხდება გოგოებო და ბიჭებო ეს გადასვლები. ასე როგორც გონია რაღაცა კაბას გამოიცვლია ავტომობილს, არა, ეგრე არ არის. ეს არის ძალიან ესეთი ბახ, ეგრეთ წოდებული მყისიერი რესკი მიმოცვლები, აი ტაროში ამ ყველაფერს ეძახიან ან კოშკს, ან სიკვდილს, ახალ ტრანსფორმაციებისაკენ გზა უნდა იყოს. ჩვენი სული ითხოვს. ჩვენ ვერ გებულობთ ამას, მაგრამ მე გვიკაკუნებს შიგნიდან სამყარო, თეა, ნინო, ნანა, ბაჩუკი, ბექა, ლევანი, რა ვიცი, რომელი ხართ მანდ, გოგოებო, ყველას, ადამიანებო, ზოგადად გამოფხიზლდეთ და გადავეწყოთ ახალი რეჟიმი დგება, ალბათ ამცვლილებებსაც ვამბობ, რომ ხვდებით. გაპლასმასებულია რგლ ყველაფერი, აურზაური ოხოკრატია და ეს რაღაცა ქაოსი მეფობს, ხო და დავალაგოთ. აი აქედან გოგოებო, აქედან დავალაგოთ და მე თქვენი მეგობარი ვიქნები, რასაკვირველია, ჩემი გაშლები გრძელდება, ყოველთვის მზადა ვარ გიმასპინძლოთ და აი იმიტომ მინდა რომ ამ პერიოდისათვის იყოს თქვენი სურვილი აუცილებლად აი ამ გარდატეხის პერიოდებში ვისაც ეხა იგრძენით საკუთარი თავი არ დაგზარდეთ და მომწერეთ კარგ ინსტრუქციას მოგცემთ როგორ უნდა გადალახოთ თულია ვიცი რეფორმები არასოდეს არ არის მარტივი ჩენელებს აქვს ეგეთი გამონათქვამი დაწყევლის პონტში როგორ არის რეფორმების დროს გეცხოვროთ, ანუ არეულობა არის, ახლა ტავინარეულობა. მოკლედ, დავლაგდეთ, დამშვიდეთ, ყველაფერი კარგად არის, მე თუ არა სხვა შეეკითხეთ და სხვა გაგიწყობთ ხელს. ტვინის განათება, ყველაზე მაგარია. ტანსაცმელების გამოცვლა კი არა და ფეშენ მანქანებისა და ბინების ყიდვა კი არა. ჯერ საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ და საკუთარი თავი გადაახლეთ. საკუთარ თავს მოეფერეთ, საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, განათეთ, განათება ვერ ერთი ყველაფერი. თუნდაც სიღარიბეში თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენაც გვინდათ ხო იცით. ყველას კოსმით გეფერებით, მიყვარხართ და მიხარია რომ ყავხართ. აბა დავწეროთ, ვისაც უნდა და ვინც იგრძნობს ამ ყველაფერს, ამ ახალ ეტაპს აუცილებელია რა გამოვიხმოდეს. ან მინდა ასეთი ახალი ეტაპი, არ არის ეს მარტივი ხალხო, ეს უნდა მოვიდეს თვითონ და თუ იგრძენით, დამილაიქეთ, გაიზიარეთ და სხვასაც აგრძნობინეთ. მიყვარხართ.